მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის და მე შევუერთდები ალეკო ელისაშვილის მამის პათოს და საქართველოში ყველა სინდისის პატიმარს და პოლიტპატიმარს გუსურვებ თავისუფლებას, გამოხატავ სოლიდარობას. რაც შეეხება ალეკო ელისაშვილის საქმეს ამ ეპიზოდს კონკრეტულად, რომელიც რაღაც 1 წლის წინანდელ ფაქტს ასახავს და არის მხოლოდ ვიდეო კადრები, სადაც ვიღაც პირი არაიდენტიფიცირებადი ადამიანი, საერთოდ სქესიც რო არაიდენტიფიცირებადი არის, მართლა ასეთი შემთხვევა წარმოუდგინეს საზოგადოებას. თურმე აი ამ ვიდეო კადრების საფუძველზე ალეკო ელისაშვილი ბრალდებული არის და მსჯავრდებული უნდა იყოს პროკურატურის მოთხოვნით ტერორიზმის გამო. ეს ჩვენ კარგად გვესმის კონტექსტი, ხო? რეალურად ალეკო ელისაშვილის ტერორისტად გამოცხადება ჯერ პაპუაშვილმა დაიწყო, მაშინ როდესაც ის პირველი საქმე, სასამართლოს საქმე მოხდა და ჩვენ გვახსოვს, რომ თავდაპირველად ძიება სულ სხვა მუხლით, სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით იყო დაწყებული და შემდეგ დააკვალიფიცირეს ტერორისტად. ეხლა ამას რა მიზეზები შეიძლება ჰქონოდა, რა მოტივები შეიძლება ყოფილიყო, ხო? დინარაძესთან მათ შორის პერსონალური დაპირისპირება, ეს საზოგადოებამ მე მგონი უკვე განსაჯა. მაგრამ ფაქტია, რომ იმ კონტექსტში, როდესაც ჩვენს პარტიას ძლიერ საქართველოს ლელოს კრძალავენ, მაშინ როდესაც სხვა პოლიტიკურ ლიდერებზე არის საბოტაჟის საქმეები და კიდევ სხვა საქმეებიც, ხო, ზოგიერთ პოლიტიკოს კიდევ სხვა მუხლებიც აქვს. როდესაც უნდათ რომ მთლიანად პოლიტიკური ოპოზიციის რადიკალებად გამოცხადება, ტერორისტებად გამოცხადება, ქვეყნის მტრებად გამოცხადება, ეს მათი ბინძური პროპაგანდა რაღაცა ფორმალურ სამართლებრივად გაამყარონ და აჩვენონ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, აი ამ ყველაფრის, აი ამ დრამატურგიის ფონზე ბუნებრივია ერთ-ერთ ნაწილად გადაწყვიტეს, რომ ალეკო ელისაშვილი სხვა საქმეზეც ტერორისტად გამოეცხადებინათ და ჩაესვათ ამ დრამატურგიაში, მაგრამ ის რაც ვიხილეთ ჩვენ სამხარაულის ექსპერტიზის პასუხის სახით, ხო, რომ შეუძლებელი არის ექსპერტიზის გაკეთება, იმიტომ რომ არ იძლევა ფაქტები არ იძლევა, მასალა არ არსებობს იმისთვის, რომ ექსპერტიზა ჩატარდეს, ხო? ადასტურებს ჯერ ერთი ბრალის აბსურდულობას, ამ საქმის პერსპექტივა, ბრალდების პერსპექტივა ძალიან ნათელი უნდა იყოს ნორმალურ ქვეყანაში, აქ საერთოდ უნდა შეწყდეს ყველანაირი სისხლის სამართლებრივი დევნა ამ ეპიზოდზე, მაგრამ ჩვენ არ ვართ ნორმალურ ქვეყანაში, ბუნებრივია მურუსიძე ჩინჩალაძის სასამართლოს პირობებში ვცხოვრობთ და აქ რაიმე სხვის მოლოდინი არ გვაქვს. სამხარაულის ექსპერტიზაც სახელმწიფო უწყება არის, ხო? და ვიცით, რომ ყველა სახელმწიფო უწყება არის მონოპოლიზებული ქართული ოცნების მიერ, მაგრამ ეს მაინც ექსპერტიზის ბიურო არის და მას სჭირდება ელემენტარული მეთოდოლოგიის დაცვა და ამას ამ სტანდარტსაც ვერ აკმაყოფილებს ეს საქმე და სამხარაულმა ვერ შეძლო რაღაცა ფორმალური საექსპერტო დასკვნის დადებას. ამიტომ ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ეს საქმე არის თეთრი ძაფით შეკერილი. კარგი და სხვა საკითხს გადავიდეთ, რომ მოვასწროთ ყველა თემის გავლა, ეს არის ფასების თემა, თქვენ ამაზე გქონდათ განცხადება და აი ის მონაცემები, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, რაზე მიუთითებს, ხომ? აი ზეთის გაძვირება, ხორცი, ხილი, ვრცელი არის ამ მხრივ ჩამონათვალი. სხვათა შორის თქვენ ბრიფინგზე საუბრობდით, რომ ანუ რეალურად კომისიის და ძიების შედეგები კრახით არის დასრულებულიო, ხო? თუმცა აი მახსენდება, რომ ამ საკითხზე საუბრისას კობახიძე ხშირად ამბობს, რომ რამდენიმე თვეა, რაც შეეცადნენ, რომ რაღაც გარკვეული ჩარევა ყოფილიყო ამ პროცესში. ანუ იმას გულისხმობ, რომ აი თავისი თქვათ წვლილი შეეტანათ ამ მოლაპარაკების შედეგად ფასების შემცირების საკითხში. ხოლო დღევანდელი მონაცემი წლიურ ჭრილშია, ხო, მითითებული. აი თქვენი პასუხი რა არის, გიორგი, ამაზე? წინა წელთან შედარებით ინფლაცია თითქმის 6%-ია, ხო? ამდენით არის ჯამში ფასები გაზრდილი. რაზე მიუთითებს ეს სურათი? ხო, ჯერ ერთი საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ ვეყრდნობით მხოლოდ და მხოლოდ ოფიციალურ მონაცემებს, მათ შორის საქსტატის მონაცემებს, ესეც სახელმწიფო მანქანის შემადგენელი ნაწილია. ხო, არსებობს შესაბამისი მეთოდოლოგია, როგორც ითვლება და ფაქტია, ხო, 5.8% არის გაზრდილი ანალოგიური მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის თვესთან მიმართებაში.
ერთი არის რას ამბობს კობახიძე იმასაც ამბობდა რომ 10 ლარად შესაძლებელი არის რომ 9 კილო საქონლის რბილი ხორცის შეძენაო ხო კობახიძე იმასაც ამბობდა ჯერ რომ საფრანგეთში ფასებიო გაცილებით უფრო ძვირია იმავე ქსელურ მარკეტშიო და კარფურს გულისხმობდა გვახსოვს და მე გადათქვა რამდენიმე თვეში და განაცხადა რომ არაო ფლატმასე არ ყოფილაო ქართულ ოცნებას საერთოდ არ უჭირს არც ირაკლი კობახიძეს პერსონალურად ერთი თქواس და მე კი არ გადათქვას მე იმის საპირისპირო განაცხადოს ხოლმე ის რომ ამ ქვეყანაში არის კატასტროფული ზრდა ფასების, ხო? ფასების ზრდის კრიზისი რომ ძვინვარებს და გრძელდება, ეს არის ფაქტი, ამას არ ჭირდება არანაირი მტკიცება, ამას არ ჭირდება არანაირი კვლევა, ეს თითოეულმა მოქალაქემ იცის, იმიტომ რომ თავის ჯიბეზე ეთყობა და ყოველდღიურად აფთიაქში შევა, ბაზარში წავა თუ სუპერმარკეტში, ამას თავადვე გრძნობს. არის კიდევ ძალიან უხეში მანიპულაციები ერთი მხრივ ყოველდღიურად გვიმეორებენ რომ აქვთ მაღალი ეკონომიკური მაჩვენებლები, ეკონომიკური ზრდა, თითქოს სიღარიბეს ამარცხებენ, საშუალო ხელფასი თითქოს იზრდება, მაგრამ რეალურად ამ ქვეყანაში ხო სურათი არის სულ სხვა. საშუალო ხელფასი ჯერ ერთი მანიპულაციურად არის დათვლილი და იმის ხარჯზე რომ რაღაც ცალკეული სამუშაო ადგილები IT სფეროდან, საფინანსო სექტორიდან, სადაზღვევო სექტორიდან, იქ მართლაც არის მაღალანაზღაურებადი შემოსავლები, მაგრამ რეალობის ყველაზე ხო, ეს ამითი უბრალოდ საშუალო ხელფასი უბრალოდ კარგად ისმინება შეიძლება მათი პროპაგანდისტული მიზნებისთვის და ამბობენ რომ არის 2400 ლარი, მაშინ როდესაც რეალობის ამსახველი ყველაზე სწორი და ადეკვატური ინდიკატორი, როგორც მთელ მსოფლიოში აპრობირებული პრაქტიკაა, არის მედიანური ხელფასი, რომელიც თითქმის ორჯერ ჩამორჩება ამ საშუალო ხელფასს და შეადგენს საქართველოში 1330 ლარს. 170,000 ადამიანი ამ ქვეყანაში 1200 ლარამდე ხელფასს იღებს. ეს არის რეალობა. მაშინ როდესაც ფასები იზრდება, ყველაფერზე იზრდება, საწვავზე იზრდება, მედიკამენტებზე იზრდება, სასურსათო პროდუქტებზე იზრდება და არა მხოლოდ ინფლაციის მაჩვენებელი, არამედ თვითონ ფასების ცალკეულ პროდუქტებზე მაჩვენებლები, ხო? ეხლა პური რო 6%-ით არის თითქმის გაზრდილი და ხორცი 10%-ით არის გაზრდილი, ხილი რო ასევე 6%-ით არის გაზრდილი, ხო? ეს ყველაფერი არის ფაქტის, საქსტატის მონაცემებია და ინფლაციის ზრდასთან ერთად, მაშინ როდესაც პენსია 20 ლარით გაზარდეს, მხოლოდ ეს ადამიანებს საკუთარ ჯიბეზე ეთყობათ, უფრო მეტად ღარიბდება ჩვენი მოსახლეობა და მათი საგარეო პოლიტიკა, თქვენ ცოტა ხნის საგარეო პოლიტიკაზე საუბრობთ, ხო, იზოლაციონისტური პოლიტიკა, დიახ, აი ერთ წინადადები დავასრულებ, პირდაპირ აისახება ჩვენს ეკონომიკურ მდგომარეობას, იმიტომ რომ ეკონომიკური პოლიტიკის განცალკევება და კაფიო გამიჯვნა საგარეო პოლიტიკისგან ვერ ხერხდება მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ რომ ჩვენ ვართ იზოლაციაში მოქცეული ქვეყანა, ავტორიტარული ქვეყანა, სადაც არ არსებობს შესაბამისი საინვესტიციო გარემო, არ არსებობს ნდობა, სტაბილურობა ამ ქვეყანაში, პირდაპირ უცხოური ინვესტიციები პრაქტიკულად არ შემოდის, შესაბამისად მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები არ იქმნება და ინფლაციის ფონზე ეს ყველაფერი იწვევს მოსახლეობის უფრო მეტად გაღარიბებას და ის ყველაფერი, რაც მათ წამოიწყეს, ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ პროპაგანდისტული, პოპულისტური შოუ, რაღაც სუსის გამოძიება, პარლამენტის კომისია და რა მიიღეს, ხო, სახელმწიფომ დააფინანსა ისედაც ფასდაკლებული პროდუქტების ვებგვერდი და ცალკეულ მარკეტებში რაღაც ცალკე ერთ კუთხეში დაალაგებინეს ისედაც ფასდაკლებული პროდუქტები. ეს არის მათი რეალური შედეგი. კარგი, და საგარეო თემა ტიკა ახსენეთ, მინდა კითხვა აუცილებლად ირანში ყაველაშვილის ჩასვლასთან დაკავშირებით, ცოტა ხნის წინ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გავრცელა ინფორმაცია რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტს ფეზექშიანს შეხვდა, როგორც ცნობილია და აქ არის განცხადება, რომ გაუშვეს მხარეებმა ხაზი საქართველოსა დაირანს შორის ურთიერთპატივისცემაზეო, სუვერენიტეტის და ეროვნული ინტერესების გათვალისწინებაზე დაფუძნებული თანამშრომლობა. აი რა სიტყვით ამ საკითხზე აი როგორი შეიძლება იყოს თქვენი გამოხმაურება, ხო, გამოხატა სამძიმარი ტრაგიკული მოვლენების გამო. ანუ ფიქრობ თუ არა რომ არის საკითხი რაღაც თქვათ ისეთი თემა, რომელიც გარკვეულწილად სიფრთხილეს მოითხოვს არსებული თქვათ ვითარებიდან გამომდინარე რეგიონში და არა მხოლოდ და თქვათ აი თქვენი პოლიტიკური ჯგუფის შეფასება რა არის ამ მოცემულობიდან გამომდინარე ყაველაშვილი ირანში და განცხადება ადმინისტრაციის რომ იქ ჩავიდა და გამოხატა სამძიმარი ტრაგიკული მოვლენების გამო.
პრობლემა იმაში კი არ მდგომარეობს, რომ ჩვენ ირანთან, რომელიც მართლა ჩვენ რეგიონში ახლოს მდებარე ქვეყანაა, პრაქტიკულად მეზობელი ქვეყანაა და საქართველოს მასთან ურთიერთობა აქვს. არც იმაში მდგომარეობს პრობლემა, რომ საქართველოს ირანთან და ჩინეთთან შეიძლება ჰქონდეს ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები. სხვა ბევრ დასავლურ ქვეყანას აქვს ასე, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებსაც აქვს ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობა. აქ პრობლემა იმაშია, რომ სხვა დანარჩენ ცივილიზებულ სამყაროსთან საქართველოს პრაქტიკულად გაწყვეტილი აქვს ურთიერთობა და სტრატეგიულ პარტნიორებად ყავს არჩეული ისეთი ქვეყნები, როგორიც არის ირანი, როგორიც არის ჩინეთი, იმის სანაცვლოდ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, ევროკავშირთან როგორც გაერთიანებასთან პრაქტიკულად ყველა ხიდი არის დამწვარი. კონკრეტულად ამ საკითხს რაც შეეხება ირანში სამძიმარზე წასვლას, ახლა ჩვენ გვახსოვს ყობახიძე მანამდეც დადიოდა პანაშვიდებზე და გასვენებებში და როგორ საზოგადოებაში და როგორ გარემოცვაშიც უწევდა მას ყოფნა იმ დარბაზში, სადაც ყვიროდნენ სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს, ხო? და თავმომწონეთ იყო და ისეთ პირებთან, ოდიოზურ პირებთან, რომლებიც მე მგონი აღარავინ აღარ არის დარჩენილი. ერთ კადრში ცოცხალი, ხო? ერთ კადრში იყო გამოჩენილი და წარმოდგენილი. თუმცა გიორგი, აი ამ ნაწილსაც უპასუხეს დღეს ოცნებაში, რომ გარკვეული ნაბიჯები ამ სურათის ხილვის შემდეგ, რომელიც თქვენ ახსენეთ და არაერთ გზის არის შეფასებული, გადაიდგა, რაც ყობახიძე სამძიმარზე იმყოფებოდა. ანუ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში არ ვიცი ნაბიჯებად რამდენად შეიძლება ჩაითვალოს, ნუ ეს იყო პასუხი მათი მხრიდან, რომ გაგრძელდა ამის შემდეგ რაღაც მცდელობები ამ ურთიერთობის, თქვათ, გაუმჯობესების ორივე მხრიდან. ეს არის უტიფრობა და ცინიზმი, ჯერ ერთი კონკრეტულად ახლა ალი ხამენეის გასვენებაში წასვლას აქვს კონტექსტი, ხო? ერთი ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ განხორციელებული სპეცოპერაციის დროს იქნა ეს ადამიანი მოკლული და სად ვართ ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ორმხრივ ურთიერთობაში, ხო? იმის ფონზე, როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გააუქმა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა. იმის ფონზე, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაახანგრძლივა ამ ქვეყნის ფაქტობრივი მმართველის ბიძინა ივანიშვილისთვის დაწესებული სანქციები, როგორც რუსეთთან კავშირში მყოფი და რუსი ოლიგარქისა, ხო? იმის ფონზე, როდესაც ჩვენ რამდენიმე კვირის წინ ვიხილეთ მარკო რუბიოს განცხადება, სადაც პირდაპირ იყო ნახსენები და გვახსოვს ამ რამდენიმე დღის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში ანალოგიური შინაარსის მქონე აქტი იქნა მიღებული ორპარტიული მხარდაჭერით, სადაც მხილებული იქნა ფაქტობრივად. ანუ კონტექსტია მნიშვნელოვანი, ხო? თუმცა ჩვენ ვიცით, რომ ფაშინიანიც არის ირანში, ანუ კონტექსტია მნიშვნელოვანი, რომ გაიაზროს თითოეულმა მოქალაქემ. დიახ, მოგახსენებთ. ანუ ის, რასაც ამბობს ქართული ოცნება, რომ რაღაცა ნაბიჯები გადაიდგაო, ჩვენ ვნახეთ საკანონმდებლო აქტი, ვნახეთ რუბიოს განცხადება, სადაც პირდაპირ არის მხილებული ქართული ოცნება ირანთან და ჩინეთთან, ამერიკის მთავარ მეტოქეებთან ურთიერთობაში, მათ სპეცსამსახურებთან ურთიერთობაში პრაქტიკულად პოლიგონად არის გამოცხადებული საქართველოს და არსებობს სერიოზული ვარაუდი, რომ მიმდინარეობს თანამშრომლობა გარდა იმ შემოღწევის ცდელობებისა, რომელიც მათ სპეცსამსახურებს შეიძლება ჰქონდეთ ჩვენ ქვეყანაში. აი ამ ყველაფრის ფონზე, როდესაც შეიძლება შევედაროთ სომხეთს, რომელმაც მოახერხა ის, რომ დონალდ ტრამპის მედიაციით აზერბაიჯანთან მოსისხლე მტერთან დაალაგა ურთიერთობა და გახდა მისი სტრატეგიული და სავაჭრო პარტნიორი. როდესაც ეგრეთ წოდებული ტრიპი, ანუ ტრამპის სახელობის, პრეზიდენტ ტრამპის სახელობის გზა არის სომხეთზე და აზერბაიჯანზე ახლა გასული, რომელიც არის ალტერნატივა შეიძლება ითქვას და ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ეს არ იქნება შემცვლელი შუა დერეფნისა, რომელიც უნდა გადიოდეს საქართველოზე, რომლის კარიბჭეც უნდა იყოს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები სამხედრო და სტრატეგიული უსაფრთხოების გარანტიას აძლევს სომხეთს. ამ შემთხვევაში ბუნებრივია არ შეიძლება შედარება ფაშინიანის დიპლომატიურ ნაბიჯებთან. აი ეს არის საქართველოს ურთიერთობა, ეს არის სომხეთის ურთიერთობა. აი ეს არის სწორედ კონტექსტი, რომელზეც გესაუბრებული. დიდი მადლობა.